Barcelona Sevilla ბილეთების გარეშე და დღემდე გაურკვევლობაში მყოფი ქართველი ფანები ორკვირიანი სკანდალი და სუპერთასის ფინალი თბილისში, რომელზეც ან მოხვდებით ან ვერა, რომლის ბილეთების შესაძენადაც ნერვები ან გეყოფათ ან ვერა, ფეხბურთის და ნერვების თამაში ქართულად. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლობა, რაც მოხდა. UEFA-სგან არის პლანი შუქი და ეს ტექნიკური საშუალებები იქნას გამოყენებული. იგრძნობა საბოტაჟის ნიშნები, სათანადო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ რა იმალება ყოველივე ამის უკან. თუ ტექნიკურ საკითხებსაც ცდება ეს ყველაფერი, მოუწოდებდით სამართალდამთავ ორგანოებს, რომ იქნებ გაარკვიონ. დღეს რეაქცია საფეხბურთო სკანდალებს ეთმობა. ზუსტად 10 საათზე ყველა, ვისაც გაღელვებთ და გახარებთ, ვისაც ნერვებს გიშლით და გაბედნიერებთ ფეხბურთი, ჩაუჯექით რეაქციას. შეიძლება ბილეთი ვერ გაყიდოს კაც მაგას. ძალიან გვიჭირს რაღაცის ორგანიზება. ერთ-ერთი რაც არ გვიჭირს ეს ორგანიზება, არის ხელეხი. ესა უბეზურობა. ვინ ეძებს ახლა ტალანტს? ფეხბურთი და პატრონი და პატრონს და ფული. სულ მალე ქართულ საფეხბურთო სივრცეში ახალი დაპირისპირება იფეთქებს, რომელიც კარგა ხანია კულუარებში მწიფდება. ფედერაციის არჩევნებში ერთმანეთს სავარაუდოდ არველაძე, ყობიაშვილი და ყაველაშვილი უპირისპირდებიან. გადის თუ არა საფეხბურთო დაპირისპირება ენერგეტიკის სამინისტროზე, ვის ლობირებს ვიცე-პრემიერი კალაძე, ჩაერევა თუ არა ისევ დიდი პოლიტიკა ფეხბურთში, როგორც ეს წლების წინ იყო, როცა ნემსაძემ არჩევნები მოიგო და 2 საათში უარი ათქმევინეს. ჩემთვის არ ყოფილა თვითმიზანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა, აირჩევა ახალი პრეზიდენტი. ეს 34 წლის წინ იყო, აქედან მოყოლებული დღემდე ქართული ფეხბურთი მხოლოდ წარსული გამარჯვებებით ცხოვრობს. ჩვენ ყველას ერთად მომავალი გამარჯვებები გვინდა. ესაა ჩვენი რეაქცია. ვიწყებთ საღამოს 10-ზე.